მოგესალმებით მეგობრებო. ძალიან ხშირად მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე კარგი დრო არის, როდესაც ბაზარი კარგ კორექციას გააკეთებს, ანუ საკმაოდ დიდი ფასის ვარდნა ექნება და მაშინ იყიდო, ეს არის იდეალური დრო, რადგან ფასები არის დაბალი და ყოველთვის ჯობია იაფად იყიდო ვიდრე ძვირად, ხო? რაც არ უნდა ქნათ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ სადმე რამე იაფად იყიდოთ, თუ შესაძლებელია, იგივე ღირებულების, ხო? დაახლოებით. ადამიანების უდიდესი ნაწილი რეალურად როგორ იქცევა, იცით, იმდენად რთულია ემოციების მართვა ასე დროს, როდესაც ბაზარი დაბლა ვარდება, მაშინ არავინ ყიდულობს თითქმის და უფრო მეტი ყიდიან. იმიტომ რომ პანიკური მდგომარეობაა და ძალიან ხშირად წერენ და მეუბნებიან, რომ აი ბაზარი დავარდა და შეიძლება დაიქცეს და ასეთი რაღაც, აი წარმოიდგენენ ყველაზე რადიკალურ სიტუაციას და ამ დროს ახლა აი რის საფუძველზე ხა ბაზარი სულ ვარდება ისტორიულად და მომავალშიც სულ დავარდება და შენ თუ არ გინდა ახლა რომ იაფად იყიდო რაღაცა დაელოდე მაშინ ფასი როგორც კი წამოიწია ბაზარი ბოლოს 3 თვე მაინდა-მაინც არავინ არ აქტიურობდნენ 2 თვე ხო ცოტა მე და კორექცია რო იყო რა 2-3 თვის განმავლობაში როგორც კი წამოიწია ბაზარმა გული მიეცა და მაღალ ფასებზე მომუნდათ ყიდვა. ანუ მაღალ ფასებზე სიამოვნებს ყიდვა ხალხს, იმიტომ ფიქრობენ დაბლა რო იყო ძალიან დაწეული ფასი, ხო? ძალიან ბევრმა მითხრა რომ აი ბაზარი ხო არ გაცამტვერდება, ამერიკის ბაზარი, ამერიკის ეკონომიკა გაცამტვერდება. აი უბრალოდ მაგის კითხვას როგორ აი რატო უნდა გაცამტვერდეს? აი რა შეიძლება მოხდეს? ისეთი რომ თქვათ ესეთი საშინელი ახლა ყოველ შემთხვევაში ეს სისტემური რისკი არ დგას როდესაც იდგა 2008-ში საკმაოდ დიდი 50%-იანი კორექცია გააკეთა ხო მაშინ სისტემური პრობლემა იყო რა ახლა ეს არ დგას და ამ წუთას თუმცა ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის შესაძლოა სულ რამოდენიმე ხანშიც საკმაოდ დიდი კორექცია იყოს ან არ იყოს და მთელი წელი აღარ იყოს ამას ზუსტად ვერ გადავ ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ როდესაც რაღაცა პატარა თანხა ჩაგივარდა ხელში მოდი ასე ვთქვათ ამ დაზოგეთ ან რაღაც გააკეთო ვიდრე